გამარჯობა ჩემო ძმებო და მეგობრებო. დღეს ისეთ თემაზე უნდა ვილაპარაკოთ, რომელიც მთელ MMA სამყაროს ატალღებს. მოკლედ რა ხდება? ჩვენი არმან სარუკიანი ფაქტობრივად მუხლებში უვარდება დანა ვაიტს და ჰანდერ კემპბელს. წარმოგიდგენიათ, კასი, რომელიც რინგზე ყველას ანადგურებს, ახლა კარგი ბიჭის როლს თამაშობს. ამბობს, აი ნახეთ, მეტი აღარავის დავარტყამ, ჭკვიანად ვიქნები, ოღონდ მაპატიეთო. მაგრამ მოდით გურზე ხელის დავიდოთ. დანა ვაიტი ისეთი ტიპია, ვინმეს რამეს ადვილად პატიობდეს, მე ეჭვება. არმანი ახლა ყველანაირად ცდილობს ის ძველი ცოდვები ჩამოირეცხოს, რაც დააგროვა. გახსოვთ ალბათ დენ ჰუკერთან ის ცნობილი ფეისოფი, თავით რომ დაეჯახა და ცხვირი გაუტეხა, ხო და ეგ ამბავი ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ბევრს გონია, რომ ეს უბრალო შოუ იყო, მაგრამ სინამდვილეში იქ ისეთი რაღაცები მოხდა, რაზეც ვიდეოს ბოლოს გეტყვით. დამიჯენეთ, ეგ მომენტი ბევრ ამას ახსნის. სარუკიანი ახლა ბოდიშეპს იხდის იმის გამოც ფანაც რომ დაარტყა. აი დაფიქრდით, კაცო, პროფესიონალი მებრძოლი ხარ, მილიონებს უყურებს შენს ყოველ ნაბიჯს და ვიღაც მაყურებელს ეთამაშები მუშტიკრივში, ეს ხომ აბსურდია. თუნდაც იმ ფანატმა რაღაც გითხრას, უნდა მოითმინო, ემოციებს არ უნდა აღკვე, მაგრამ არმანმა ვერ გაუძლო. გარდა ამისა, წონასთან დაკავშირებითაც დაიწყო თავის მართლება. თითქოს ტრავმა ჰქონდა და წონის კლება ამიტომ გაუჭირდა. მოდი რა, ყველამ ვიცით, რომ 70 კილოგრამში ჩაჯდომა ადვილი არ არის, მაგრამ ტრავმებს ნუ ვაბრალებთ ყველაფერს. ახლა კი ყველაზე საინტერესო. სარუკიანმა თქვა, 65 კილოგრამში, 145 ფუნტში ჩასვლას ვაპირებო. გესმით? კაც უნდა რომ ქვედა დივიზიონის ქამარზე იჩხუბოს. ჩემი აზრით ეს იცით რისი ნიშანია? ტიპს UFC-ში პირდაპირ უთხრეს. ძმაო, 2026 წელს შენ საჩემპიონო ბრძოლას ვერ ეღირსებიო. ხო და მიხვდა არმანი რომ ჩიხშია და დაიწყო ეს ბოდიშების კამპანია. ჭკვიანურია? კი, ალბათ, მაგრამ ეს ბოდიშებიც ისეთია ცოტა ვაჟკაცური. თითქოს იხდის, მაგრამ მაინც თავისას აწვება. თუ ვინმე სილას გაგაწნით, თქვენც ხომ დაარტყავდო. საქმე იმაშია, რომ ისლამ მახაჩევთან ბრძოლაზე უარის თქმით, მან საკუთარ თავს დიდი ორმო გაუთხარა. UFC-მ ამის გამო ბევრი ფული დაკარგა და ასეთ რაღაცეებს იქ არ ივიწყებენ. არმანი ხედავს, რომ მისი კარიერა შეიძლება გაიყინოს. ამიტომაც აკეთებს ამ განცხადებებს. სანამ გავაგრძელებთ, ერთი წამით შევჩერდეთ. ბიჯებო, იცით რომ დღეში ორჯერ ვარჯიშობ და ენერგია ჰაერივით მჭირდება. აი ეს კრეატინი, რომელსაც ახლა ვიყენებ, უბრალოდ საოცრებაა. გემოც მაგარი აქვს და ძალასაც ისე მატებს როგორც არაფერი. კრეატინზე იმდენი კვლევა არსებობს, რომ ეჭვით შეგეპაროთ მის ეფექტურობაში. მოკლედ, თუ გინდათ ფორმაში იყოთ, გამოიყენეთ პრომო კოდი GREENFAITS და მიიღეთ სერიოზული ფასდაკლება. გირჩევთ, ნამდვილად მუშაობს. ახლა კი დავუბრუნდეთ მთავარ თემას. დენ ჰუკერის ცხვირი. თქვენ თუ გინახიათ ის ფოტოები, ერთი შეხედვით უბრალო შეჯახება იყო, მაგრამ სინამდვილეში ჰუკერს ცხვირის სახეში ჩაეზნიკა. ცხვირის ხრიტვილი უნაზესი ადგილია და არმანმა ის უბრალოდ დაფშნულა. იცით რა არის აქ დიდი პრობლემა? ის რომ ასეთი ბავშვობირის აქციელის გამო შეიძლება მთელი მეინ ევენთი ჩაიშალოს. დანა ვაიტი მილიონებს დებს ამ ტურნირებში და ვიღაცის ახირების გამო ამ ხელაფულის რისკზე დაყენება, აი აქ ნამდვილად მესმის UFC-ის ხელმძღვანელობის. არმანმა უნდა გაიგოს, რომ ეს მხოლოდ ჩხობი არ არის, ეს დიდი ბიზნესია და აქ სიმწიფეა საჭირო. აი აქ მივდივართ ყველაზე საინტერესო კითხვამდე. რატომ არის, რომ ზოგს ყველაფერი გასდის? სარუკიანს კი თითოეულ ნაბიჯზე აკონტროლებენ. მოდით სიმართლეს თვალებში შევხედოთ. UFC-ში მთავარი არა მხოლოდ მუშტიკრივი, არამედ გაყიდვებია. ავიღოთ თუნდაც კონორ მაკგრეგორი. გახსოვთ ის ამბავი, ავტობუსს რომ რკინის ურიკა ესროლა. შუშები ჩალეწა, მებრძოლები დაჭრა. მაიკლ კიეზას თვალთან ლამის კარიერა დაუსრულდა. და რა მოხდა მერე? UFC-მ ეს კადრები პრომო ვიდეოებში გამოიყენა და მილიონები იშოვა. ან ხაბიბ ნურმაგომედოვი ავიღოთ. მაკგრეგორთან ჩხუბის მერე ოქტაგონიდან გადახტა და ისეთი აურზაური მოაწყო, მთელი მისი გუნდი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ხაბიბმა კი თქვა, თუ ჩემებს არ აპატიებთ, არც მე ვიჩხუბებო. და რა ქნეს? რა თქმა უნდა, ყველა საპატიეს. ნეიტ დიაზი ხომ საერთოდ ცალკე მოვლენაა. ბოთლების სროლა პრესკონფერენციებზე, უცენზურო ჟესტები და მაინც ხალხს ის უყვარს. აბა რა არის განსხვავება ამ ხალხსა და არმანს შორის? პასუხი მარტივია: მედიურობა. არმან სარუკიანი, მიუხედავად იმისა, რომ მხეცივით ჩხუბობს, ჯერ კიდევ ვერ გახდა ვარსკვლავი, რომელიც ტრანსლაციებს ხიდის. კი, დადის ინტერვიუებზე, სტრიმერებთან ზის, ყველაფერს აკეთებს, რომ პოპულარული გახდეს. მაგრამ აი ის რაღაც ქარიზმა აკლია, ხალხს რომ აგიჟებს. ნახეთ პედი პიმბლეტი. ჩხუბით სარუკიანთან ახლოსაც ვერ მივა. 20 ჯერ უფრო სუსტი მებრძოლია, მაგრამ 2 ცეკვა ოქტაგონზე და მთელი ინგლისი მასზე აფანატებს. არმანს კი ეს ანგელოზი არ ყავს ზურგს უკან.
ტიპი მილიონერია, ბრუს უეინივით ცხოვრობს, მაგარი მანქანები, ფული, ყველაფერი აქვს, მაგრამ აი ის აურა, რომლის გამოც ხალხი ღამეს გაათენებს მის საყურებლად, ჯერჯერობით არ ჩანს. პირადად მე ძალიან მსიამოვნებს მისი ჩხუბის ყურება. ტექნიკურად უმაღლეს დონეზეა. მეტიც, მგონია რომ ის ერთადერთია, ვისაც ილია თოფურიას შეჩერება შეუძლია. ახლა ალბათ ბევრი შემეკამათება, მაგრამ გეიჯისა და პიმბლეტის ჩხუბი რომ ვნახე, იქ საბოლოოდ დავწმუნდი ერთ რამეში. ილია თოფურია ორივეს ერთ საღამოს ცემს. ხო, არ გეჩვენებათ, ორივეს ზედიზედ გათიშავს. ამაზე ცალკე ვიდეოსაც გავაკეთებ თუ გინდათ, რადგან ილიას სტილი ამათთვის უბრალოდ მომაკვდინებელია. ერთადერთი, ვინც ილიას რეალურ საფრთხეს უქმნის ამ წონაში, სწორედ სარუკიანია. მაქს ჰოლოვეისაც კი უფრო მეტი შანსი აქვს თოფურიასთან, ვიდრე გეიჯის. ამიტომაც, როცა არმანი ბოდიშებს იხდის, მგონია რომ UFC-ს ეს სულ ფეხზე ხდია. მათ უკვე გადაწყვიტეს რა უყონ მას. მისცემენ საშუალო დონის მეტოქეებს და აწვალებენ. პედი პიმბლეტასაც კი არ დააჯახებენ, იმიტომ რომ იციან, რომ არმანი პედის უბრალოდ ნაკუწებად აქცევს. პიმბლეტი ჯერ არ არის მზად ასეთი მგლებისთვის და UFC-ს არ უნდა რომ თავისი საყვარელი სათამაშო ასე მალე გაუფუჭდეს. არმანს კი ეს ანგელოზი არ ჰყავს ზურგს უკან. ტიპი მილიონერია, ბრუს უეინივით ცხოვრობს. მაგარი მანქანები, ფული, ყველაფერი აქვს, მაგრამ აი ის აურა, რომლის გამოც ხალხი ღამეს გაათენებს მის საყურებლად, ჯერჯერობით არ ჩანს. პირადად მე ძალიან მსიამოვნებს მისი ჩხუბის ყურება. ტექნიკურად უმაღლეს დონეზეა. მეტიც, მგონია რომ ის ერთადერთია, ვისაც ილია თოფურიას შეჩერება შეუძლია. ახლა ალბათ ბევრი შემეკამათება, მაგრამ გეიჯისა და პიმბლეტის ჩხუბი რომ ვნახე, იქ საბოლოოდ დავწმუნდი ერთ რამეში. ილია თოფურია ორივეს ერთ საღამოს ცემს. ხო, არ გეჩვენებათ, ორივეს ზედიზედ გათიშავს. ამაზე ცალკე ვიდეოსაც გავაკეთებ თუ გინდათ, რადგან ილიას სტილი ამათთვის უბრალოდ მომაკვდინებელია. ერთადერთი, ვინც ილიას რეალურ საფრთხეს უქმნის ამ წონაში, სწორედ სარუკიანია. მაქს ჰოლოვეისაც კი უფრო მეტი შანსი აქვს თოფურიასთან, ვიდრე გეიჯის. ამიტომაც, როცა არმანი ბოდიშებს იხდის, მგონია რომ UFC-ს ეს სულ ფეხზე ხდია. მათ უკვე გადაწყვიტეს რა უყონ მას. მისცემენ საშუალო დონის მეტოქეებს და აწვალებენ. პედი პიმბლეტასაც კი არ დააჯახებენ, იმიტომ რომ იციან, რომ არმანი პედის უბრალოდ ნაკუწებად აქცევს. პიმბლეტი ჯერ არ არის მზად ასეთი მგლეტისთვის და UFC-ს არ უნდა რომ თავისი საყვარელი სათამაშო ასე მალე გაუფუჭდეს. არმანს კი ეს ანგელოზი არ ჰყავს ზურგს უკან. ტიპი მილიონერია, ბრუს უეინივით ცხოვრობს. მაგარი მანქანები, ფული, ყველაფერი აქვს, მაგრამ აი ის აურა, რომლის გამოც ხალხი ღამეს გაათენებს მის საყურებლად, ჯერჯერობით არ ჩანს. პირადად მე ძალიან მსიამოვნებს მისი ჩხუბის ყურება. ტექნიკურად უმაღლეს დონეზეა. მეტიც, მგონია რომ ის ერთადერთია, ვისაც ილია თოფურიას შეჩერება შეუძლია. ახლა ალბათ ბევრი შემეკამათება, მაგრამ გეიჯისა და პიმბლეტის ჩხუბი რომ ვნახე, იქ საბოლოოდ დავწმუნდი ერთ რამეში. ილია თოფურია ორივეს ერთ საღამოს ცემს. ხო, არ გეჩვენებათ, ორივეს ზედიზედ გათიშავს. ამაზე ცალკე ვიდეოსაც გავაკეთებ თუ გინდათ, რადგან ილიას სტილი ამათთვის უბრალოდ მომაკვდინებელია. მოდით პირდაპირ ვთქვათ, ეს ბოდიშები, მუხლებზე დაჩოქება, თუნდაც სიმბოლურად და დანა ვაიტისთვის თვალებში შეციცინება იმუშავებს? ჩემი აზრით არა. ეს კაცები, დანა ვაიტი და განსაკუთრებით ჰანტერ კემბბელი, ძალიან რთული ტიპები არიან. ჰანტერი დღეს დანას მარჯვენა ხელი კი არა, მთელი მარჯვენა მხარია და თუ მან ვინმეზე აითვალწუნა, იქ საქმე წასულია. როგორც ჩანს, ჰანტერსაც და დანასაც სარუკიანი უბრალოდ არ ეხატებათ გულზე. რატომ? იმიტომ რომ არმანი მათთვის არაპროგნოზირებადი და პრობლემური მებრძოლია, რომელსაც ჯერ ისეთი ფული არ მოაქვს, რომ მის გამო თვალები დახუჭონ. აი ნახეთ ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტის ის ცნობილი შეხლა-შემოხლა სასტუმროში. ილიამ ხელი რომ გაარტყა, ისიც ხომ შეიძლებოდა ჩხუბის ჩაშლის მიზეზი გამხდარიყო, მაგრამ მაშინ UFC-მ პირიქით ხელი შეუწყო ამ ამბის გაპიარებას. რატომ? იმიტომ რომ ილია ვარსკვლავია. პედიც ვარსკვლავია. სარუკიანი კი მათთვის ჯერ კიდევ ის ბიჭია, რომელიც ბევრს ლაპარაკობს და საქმეს აფუჩებს. ახლა 65 კილოგრამზე, 145 ფუნტზე გადასვლა ვახსენეთ. ეს ძალიან ამბიციური გეგმაა. არმანი ამბობს, რომ გათვლები უკვე გააკეთეს და წონაში ჩაეტევა. სიმაღლით და აღნაგობით ის მართლაც ილიას გავს, კომპაქტურია, დაკუნთული და ძლიერი. წარმოგიდგენიათ ილია თოფურია vs არმან სარუკიანი. ეს იქნება ტექნიკისა და ძალის პიკი. ქვედა დივიზიონში
ვოლკანოვსკი უკვე ნელ-ნელა პენსიაზე გადის, ამიტომ ახალი სისხლის სჭირდებათ, მაგრამ მისცემენ კი არმანს პირდაპირ საჩემპიონო ბრძოლას. ძალიან მეეჭვება. ევლოევსაც კი არ აძლევენ შანსს, რომელიც სარუკიანზე ნაკლებად მედიურია და არმანს გზას 100 ადვილად ვინ გაუხსნის. ჩემი პროგნოზი ასეთია. არმანს მოუწევს კიდევ რამდენიმე შავი სამუშაოს შესრულება, სანამ ოქროს ქამარს საერთოდ დაანახვებენ. ისლამთან ჩხუბის შანსი მან ხელიდან გაუშვა და ახლა ამ შეცდომის ფასს იხდის. შეიძლება UFC მის სპეციალურად აწვალოს, მისცეს ისეთი მეტოქეები, რომლებიც რეიტინგში დაბლა არიან და ძალიან სახიფათოები. ბოლოს კი დაუბრუნდეთ იმას, რითაც დავიწყეთ. სარუტიანის ხასიათს. ძმებო, მებრძოლი შეიძლება იყო გენიალური, მაგრამ თუ სისტემას დაუპირისპირდი ისე, რომ ჯერ სალაროს არ ფლობ, სისტემა ყოველთვის გადაგკლაპავს. არმანი ცდილობს გადარჩეს, ცდილობს მოინანოს, მაგრამ UFC-ში პატიება მხოლოდ მილიონებზე იყიდება. ექნება თუ არა ამ ბოდიშებს შედეგი. მე მგონია, რომ დანა მაინც თავისას იზავს და არმანს კიდევ დიდხანს მოუწევს ლოდინი. თქვენ რას ფიქრობთ? გინდათ იხილოთ სარუკიანის 65 კილოგრამში თოფურიას წინააღმდეგი? თუ გირჩევნიათ ისევ ისლამთან რევანში ეცადოს?